განსაკუთრებით სასტიკად გამოიყურება ეს ქალი პოლიციის გამოიყურება განსაკუთრებით სასტიკად აბსოლუტურად ყველაფერი აქვს გაყალბებული ეს სასამართლო დარბაზშიც კი გაჟღერებულ მოსაზრებებს თუ მომტკიცებულებებს ჩვენი ხალხის წარმოადგენს თქვენ აყალბებთ ეს ორი ქალი ბოდიში გავაცილებთ მოგესალმებით ბათუმელების პირდაპირ ეთერში სულ ეს წუთია დასრულდა მზიამაღლობელი საქმის განხილვა ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძე მარდაკმაყოფილი მზიამაღლობელი საჩივარ თქვენ ახლა ხედავთ სპეციალური პერტენციური სამსახურის მანქანას რომელიც გადაყავთ მზიამაღლობელი ბათუმის საქალაქო სასამართლოდან ანუ ეს წუთია დატოვა ბათუმის საქალაქო სასამართლო მზიამაღლობელმა ჟურნალისტმა რომელიც არის პოლიტიკური პატიმარი და პირველი ქალი პატიმარი საქართველოში საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დღეს ადმინისტრაციული დაკავების კანონიერებაზე იმსჯელა სასამართლო მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ და მოსამართლე მარდაკმაყოფილა საჩივარი მოდი გავისაუბრებთ მესაიას ადვოკატებს ამ საქმესთან დაკავშირებით დინო ხუციშვილი წარმოადგენდა მინდა რომ დინოს გავისაუბრო ხო მოგესალმებით დინო ბათუმელების პირდაპირ ეთერში ვართ რომ მოუყვეთ ჩვენს მაყურებელს ხო რაზე იყო პირველ რიგში დავა ეს რო გითხრათ რა შეეხებოდა ეს საჩივარი დავა შეეხებოდა 2025 წლის 11 იანვარს მზიამაღლობელის ადმინისტრაციული დაკავების კანონიერებას მიუხედავად იმისა რომ სამართალდამღობა ცნო სასამართლომ ხალხომზია ჩვენი კანონმდებლობით, ქართული კანონმდებლობით დაკავების კანონიერების ნაწილი ხალხის შესწავლის საგანია. აქედან გამომდინარე დღეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძეს უნდა შეეფასებინა ის გარემოებები, რამდენად კანონიერად განხორციელდა დაკავების ღონისძიება, როგორც სამართალდამღობის მოწყობის და პირდაპირების მიზანი. მოცემული პროცესის ფარგლებში მოკავშირეებთან პრაქტიკულად ვერანაირი მტკიცებულება ვერ წერია. ბოდიში, მარიამს უნდა დაგებრუნებით აუცილებლად მარიამ კერესელიძე ტოვებს. მე უნდა გიჩვენებინა და შესასამართლო პროცესი შეგესაქმედოს სამინისტროს წარმომადგენელი. კაპიტანი მარიამ, შეკითხვა გვაქვს თქვენთან. ვისი დაკვეთით, ვისი დავალებით გააყალბეთ მზიამაღლობელი საქმე? რატო გიშეკითხა, შეკითხვა გვაქვს. კაპიტანი თია, თქვენ გიპასუხეთ. ვისი დავალებით გააყალბეთ მზიამაღლობელი საქმე? ნელა. ვისი დავალებით გააყალბეთ ეს საქმე? რაგაცი მოძრაობას ხდება. შეგიძლიათ გიპასუხოთ. სამართალი რომ აღდგება და ციხეში რო გაგიშვებე. აქსაობ თუ უკარა დოჩაგის. აქ გამოიწე. გვეხედავთ შუსის წარმომადგენლებს მარიამ კერესელიძეს და თიალაღაძეს, რომელს უკომენტაროდ დატოვეს ახლა. ბათუმის საქალაქო სასამართლო. მათთან თქვენ გქონდა შეკითხვა, ვისი დავალებით გააყალბეთ მზიამაღლობელი საქმე. ამ საქმეში არაერთი გარემოება მიუთითებს იმაზე, თუ როგორ გააყალბდა მზიამაღლობელი საქმე, მათ შორის ადმინისტრაციული საქმე. მე შეგახსენებთ, რომ ჩვენ ახლა ვართ ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან, რამდენიმე წუთის წინ დასრულდა მზიამაღლობელის ადმინისტრაციული საქმის განხილვა. ამ შემთხვევაში მზიამაღლობელის დაკავების კანონიერებას სწავლობდა სასამართლო. მოსამართლე მარდაკმაყოფილა საჩივარი და ჩვენ სწორედ ვესაუბრებოდით ახლა მზიამაღლობელის ადვოკატს დინო ხუციშვილს, საქმარიან სხვა ჟურნალისტებიც და მოდით ერთად მოვისმინოთ ჩვენ დინო ხუციშვილის განმარტება დღევანდელ პროცესთან დაკავშირებით. დღევანდელ პროცესზე დავის საგანი არ ყოფილა უშუალოდ სამართალდამღობის განხილვა. თქვენ იცით რომ მზიამაღლობელი ეგვექმედების გამო, ანუ სტიკერის გაკვრის გამო ორჯერ გაასამართლეს. ამ შემთხვევაში თავ დაკავება რამდენად კანონიერი იყო, ამას განიხილავდა დღეს მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძე. მან საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარი თქვა. მოვისმინოთ ადვოკატს დინო ხუციშვილს. როგორც გვეაღვნიშნე, ეს პროცესი შეეხებოდა მხოლოდ დაკავების კანონიერებას, რის ფარგლებში გარკვეულწილად სასამართლოს გადაწყვეტილება არალოგიკური და არაკანონშესაბამისად ბუნებრივი არის ხალხომზიასთან შეთანხმებით კომისიაში გასაჩივრდება. თუმცა საინტერესო და საგულისხმო არის ის გარემოება, რომ თავად შინაგან საქმეთა სამინისტროს პოზიცია შეიცვალა პროცესის განმავლობაში და აღმოჩნდა, რომ დაკავების საფუძვლად აღარ უფიქრებდნენ სამართალდამღობის
განმარტებას, რაც ასევე ძალიან საგულისხმო და მნიშვნელოვანი ფაქტია. რაც შეეხება სასამართლოს მოტივაციას ამასთან დაკავშირებით, ჯერჯერობით არ გვაქვს ინფორმაცია და გვექნება უცადი ასაფუთრებო გადაწყვეტილება შეგობარებს. თუმცა ზოგადად შეფასება თუ გაინტერესებს, ალბათ გაუგებარია რა შეიძლება რომ რა მტკიცებულება შეიძლება რომ დააყრდნოს მან თავისი გადაწყვეტილება. ამ კონტექსტში ასევე საინტერესო საგულისხმო არის ის აქცენტები, რომელიც სასამართლოს ჰქონდა სხვა სასამართლო გადაწყვეტილებების მიმართ, მათ შორის არასწორად განმარტავდა სააპელაციო სასამართლოს მითითებას და იმ კონტექსტს ავითარებდა, თითქოს ჩვენ დამკავებლის მიმართ არ გვაქვს დავის შესაძლებლობა თუ ვინ იყო დამკავებელი პირი. მიუხედავად ამისა, ჩვენ შევძლებთ ამომწურავი მტკიცებულებების არგვეწინა იმასთან დაკავშირებით, რომ თვითონ დაკავების ფაქტი სამართლებრივი თვალსაზრისით იყო არასწორი და არაკანონიერი და ამ დაუცლებობა არ არსებობდა, არათუ სამართალდამცავი მოქმედით, ასევე პირის იდენტიფიკაციის მიზნით, ასევე წარმოადგენთ სრულყოფილი მტკიცებულებები, ვიდეო მტკიცებულებების სახით, სადაც ჩანს, რომ ის პირი, რომელიც დამკავებელ პირად არის მითითებული ოქუმში, არ არის რეალურად დამკავებელი პირი და შეიძლება ითქვას, რომ შემთხვევებაც კი არ ქონია დამკავების მომენტში ხალხურ მზიასთან. ბუნებრივი არის მოწინააღმდეგე მხარე არ დაგვეთანხმა, მაგრამ მათი მხრიდან აი ისე არგუმენტი არ მტკიცებულება საქმეში არსებობს. ამიტომ ვფიქრობ, რომ სასამართლოს საუჭირდება არჩევის დასაბუთება სამართლებრივ. აი დღევანდელ პროცესს გავასაჩივრებთ ეს ვერ მომისმინე. ვფიქრობ, რომ გავასაჩივრებთ, თუმცა ეს უნდა შეთანხმდეს რა თქმა უნდა ხალხურ მზიასთან და საბოლოო გადაწყვეტილებას ის მიიღებს, მაგრამ ალბათ ოფის მაღალი ხარისხით დასაჩივრებთ. აი დღევანდელ პროცესზე რაც ასე გამოიკვეთა, შუს ვერსია იყო ის, რომ დააკავეს თითქოს პირის იდენტიფიცირების მიზნით, ხო? რა შემთხვევაში შეუძლია შუს დააკავოს ვინმე პირის იდენტიფიცირების მიზნით? რა იკვეთება ამ შემთხვევაში? ხო, როცა ჩვენ ნახეთ კადრები და ეს კადრები შეუძლია ნახოს მაყურებელმა იგივე ბათუმელების YouTube გვერდზე, როცა ნახეთ რომ გრიგოლ ბესელია, მაჭარის პოლიციის დეპარტამენტის ყოფილმა უფროსმა დააკავა მზია ამაღლობელი სტიკერის გაკვრის შემდეგ. და ჩვენ დღეს მოვისმენთ ვერსია, რომ აი რაღაც სამართალდარღვევის გამო კი არ დავაკავეთ ეს, არამედ დავაკავეთ იდენტიფიცირების გამო. ხო, ამას უკავშირდებოდა დაკავება. ეს განმარტება, რომელიც დღეს ყველა მოვისმინეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების მხრიდან ძალიან საგულისხმო არის, იმიტომ რომ თავად დაკავების ოქმი შეიცავს ორ წინაპირობას. პირველი მიზნად მითითებული არის სამართალდარღვევის აღკვეცა და სწორედ ამაზე საუბრობდა ეგრეთ წოდებული დამკავებელი ვანაძე, რომ დაკავების მიზანი იყო სამართალდარღვევის გოჩა ვანაძე, ხო, რომელიც ირაკლი გებუაძის მოადგილე იყო იმ პერიოდში. და მეორე მიზეზი დაკავებისა მითითებული იყო პირის იდენტიფიცირება, თუმცა დღეს ხდომაზე მოწინააღმდეგე მხარემ მხოლოდ იდენტიფიცირების ნაწილი დატოვა სადაოდ, რაც ვფიქრობ იმით იყო გამოწვეული, რომ მათი მოსაზრებით უფრო მარტივი სამტკიცებელი იყო, რომ ხალხ მრავალ ადგილას შეუძლებელი იყო ხალხურ მზიასთვის საიდენტიფიკაციო მონაცემების ჩამორთმევა და მისი იდენტიფიცირება, თუმცა კანონმდებლობა დაკავებას მაინც განიხილავს უკიდურეს ღონისძიებად და პირველ რიგში უნდა მოხდეს პირის იდენტიფიცირების მცდელობა ადგილზე, მათ შორის ანუ ადგილზე ჩანს რომ არავის არ მოუთხოვია, ხო, რა გვაჩვენეთ თქვენი პირადობა ვინ ხართ? მის წარდგენილ ვიდეო მასალაშიც ნათლად ჩანს, რომ ქალბატონი მზია იმ მომენტში იყო მარტო განცალკევებით, არ ახორციელებდა არანაირ ქმედებას, რაც შეუძლებელს გახდიდა მის იდენტიფიცირებას, თუნდაც სახელის და გვარის და პირადი ნომრის კონტექსტში, ან საჭიროებას იმისა, რომ დაკავებულიყო და შეყვანილიყო პოლიციის დეპარტამენტში, ამის საჭიროება არ არსებობდა. თუმცა სასამართლომ, როგორც ჩანს, ეს არგუმენტები არ გაიზიარა, თუმცა რა დასაბუთებით ამაზე ჯერ ვერ ვისაუბრებთ. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარემოება ამ კონტექსტში არის ის, რომ მზია ამაღლობას აკავებს გრიგოლ ბესელია, ჩანს ეს უწყვეტ კადრებში, რომ მართლაც მიდის სტიკერის გაკვრის შემდეგ მასთან გრიგოლ ბესელია, ხო? რა არგუმენტი ქონდათ, რა პასუხი ქონდა შუს წარმომადგენლებს პროცესს? თუ ქონდათ რამე პასუხი, რა ქვია ამ ქმედებას, როცა მზია ამაღლობასთან მიდის გრიგოლ ბესელია, იმიტომ რომ ოფში წერია რომ დააკავა მზია ამაღლობასთან თითქოს არა გრიგოლ ბესელია, მაგრამ გოჩა ვანაძემ. ამ კითხვაზე არ მიპასუხა, მე დავსვი ეს კითხვა მოპასუხის მიმართ, თუმცა ამ კითხვაზე არ მიპასუხა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა და მათი განმარტება აი ამ მთლიან პროცესთან მიმართებაში გრიგოლ ბესელიას ქმედებასა და პოლიციის შენობაში შეყვანის შუალედს ისინი უწოდებენ თავისუფალ გადაადგილებას ქალბატონი მზიას. ხო, თავისუფლად მიდიოდაო, თითქოს პოლიციის დეპარტამენტის შესასვლელისკენ, ხო? აი მას რა შეიძლება ეწოდოს ამგვარ განმარტებას, როცა ჩვენ ხედავთ რომ პოლიციის დეპარტამენტის უფროსს მიყავს მზია ამაღლობელი პოლიციის დეპარტამენტის
დეპარტამენტის ჩვენი სეზონში. შეფასებით დაკავების მომენტი იყო სწორედ ის მომენტი, როდესაც ბატონ ბესელია მიდის ხალხომზიასთან და ხელის მოძრაობით აკავს პოლიციის დეპარტამენტისკენ. შესაბამისად, სწორედ იქ დადგა ის დაკავების მომენტი და იქ დადგა იდენტიფიცირების შესაძლებლობის მომენტიც. თუმცა მათი მხრიდან ამისი შეპასუხება, ასე ვთქვათ, მტკიცებულებაზე დაყრდნობით განხორციელებული დღევანდელ სხდომაზე ვერ მოვისმინე. შეიძლება კონდეს ამ ყველაფრის გათვალისწინებით, რაც ახლა თქვენ ჩამოთვალეთ, მოსამართლეს კონდეს რაიმე საფუძველი და პირობა რომ დაასაბუთოს და ჩვენ მივიღოთ დასაბუთებული რაღაც გადაწყვეტილება. გამიჭირდება ამაზე გითხრათ დადებით პასუხი. ჩემი გადმოსახედიდან თვითონ მოსამართლესაც ძალიან უნდა გაუჭირდეს ამის დასაბუთება, თუმცა ამ მოსამართლემ ჩვენ წარმოებაში მიღებაზე უარი გითხრა იმ საფუძვლით, რომ საერთოდ არ უნდა განეხილა დაკავების კანონიერება და შესაბამისად მაინც მოულოდნელი არ იქნება მისგან ესეთ დასაბუთების. ისე უნდა მოეთხოვოთ თუ არა ასევე აცილება მას, ამიტომ თავის დროზე როცა შემოვიდა ეს საჩივარი, მან უარი თქვა ამ საჩივრის განხილვაზე. პროცესუალურად ეს არ არის აცილების პირდაპირ სამართლებრივი საფუძველი, რასაც სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ადგენს და სწორედ აქედან გამომდინარე და ხალხომზიასთან შეთანხმებით ჩვენ არ დავაყენებთ მოსამართლის აცილება, როგორც ხალხომზიამ განმარტა, მისთვის არსებითად არ განსხვავდებოდა, რომელი მოსამართლე განიხილავდა მის საქმეს, რადგან შედეგი მისთვის წინასწარ განწყვეტადი იყო. სასამართლოს დამარხვის რიტუალს დაემსგავსა ეს ყველაფერიო, ხო? და დღეს აღნიშნა მზიამაღლობა თავად პროცესზე. თქვენ უცბად დინო ხუციშვილს ხავს აი ეს იურისტი, რომელიც იცავს მზიამაღლობელის ინტერესებს ამ საქმეზე. მადლობა დინო, რომ დაგვითმეთ დრო. თამარ ონიას მოусპეთ ასევე მოკლედ. თამარ, რო გაგესაუბროთ, ხო შეიძლება რამდენიმე წუთით. მოულოდნელი იყო დღეს ეს გადაწყვეტილება, რაც მიიღო ალექსანდრე გოგუაძემ, როცა არ დააკმაყოფილა მზიამაღლობელის საჩივარი, რაც შეეხებოდა ადმინისტრაციული დაკავების კანონიერებას. ჩვენ და სამწუხაროდ ეს გადაწყვეტილება არ იყო მოულოდნელი, იმიტომ რომ მზიამაღლობელის საქმეზე ნებისმიერი სასამართლო ეტაპი იქნებოდა ეს სისხლის სამართლის საქმეზე თუ იქნებოდა ეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე, ხასიათდებოდა იმ უმძიმესი გამოწვევით, რომელსაც ქვია პოლიტიკურად მოტივირებული მართლობა. ეს არის უმძიმესი გამოწვევა არა მარტო ბრალდებულისთვის, ზოგადად ჩავრდებულისთვის, არამედ ზოგადად სასამართლო სისტემისთვის. ეს არ ეხება მარტო ერთი ადამიანის მიმართ მიმდინარე უსამართლობას, ეს ბევრად უფრო ფართო სურათში არის დასანახი და აჩვენებს იმას, რომ როდესაც არის კონკრეტული პოლიტიკური დაინტერესება კონკრეტული საქმის მიმართ, იქ ჩვენ ადგილობრივ დონეზე სამწუხაროდ არ უნდა ველოდოთ. ანუ ჩვენ ხედავთ პოლიტიკურ დევნას, რომელშიც ჩართულია სასამართლო სისტემა. ამ საქმეში პოლიტიკური მდგენელი არაერთ ეტაპზე გამოიკვეთა და გამოიკვეთა არა მარტო სასამართლოში, არამედ ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც არის სასამართლოს გარეთაც. მზიამაღლობელს არაერთხელ დაერღვა უდანაშაულობის პრეზუმპცია, მათ შორის მაღალი თანამდებობის პირების მიერ გამოთქმული მოსაზრებების, შეფასებების, ფიქციური ფაქტების წარმოთქმის გამო, რომელიც მის საქმეს შეეხებოდა და სწორედ ამის გამო არის, რომ ჩვენ უკვე სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია უკვე 3 საჩივარს აწარმოებს მზიამაღლობელის უფლებებთან მიმართებით და მზადებაში არის მეოთხე მთავარი საჩივარი, რომელიც შეეხება მისი სისხლის სამართლის საქმეს და ჩვენ ყველა ამ საჩივარში მთავარი საკითხი, რასაც დავაუბრალთ, არის არა მარტო ის წვრილი თუ მსხვილი საკითხები, რომელიც უფლებრივი კუთხით სასამართლოს ნაწილში დაირღვა. არამედ ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ მთლიანად ეს საქმე მოტივირებული იყო ფარული განზრახვით და ამ განზრახვას ეს განზრახვა რეალურად ვლინდებოდა ანგარიშწორებაში განსხვავებული კრიტიკული მოსაზრების მქონე მედიის წარმომადგენელთან, მედია მენეჯერთან მიმართებით. რო გითხრათ, აქვე რა ეტაპზეა ეს საქმე, უკვე რაც არის მიღებული წარმოებაში, როდის შეიძლება დასრულდეს ეს სამი საქმე, ან რომელიმე მათგანი? პირველი საქმე, რომელიც შეეხება პატიმრობის როგორც აღკვეთი ღონისძიების გამოყენებას, ამ საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში განხილვა უკვე დასრულებულია, ჩვენ ველოდებით გადაწყვეტილებას. აღსანიშნავია ის, რომ ძალიან სწრაფ ვადებში მოხდა სტრასბურგის სასამართლოს ვადებთან შედარებით ამ საქმის არსებითი განხილვის დასრულება. ანუ უკვე ველოდებით გადაწყვეტილებას ამ საქმეზე. გადაწყვეტილებას ამავე დროს ჩვენ ასევე 2025 წლის ბოლოს გავასაჩივრეთ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე, ყველა ამ საქმის გასაჩივრების საკუთარი ვადები აქვს, რომელსაც ჩვენ მივყვებით და ვიცავთ და ამავდროულად ასევე მარტში ახლახან
გავასაჩივრეთ ის არასტანდარტული მოპყრობის პრაქტიკა, რომელსაც ქალბატონი მზია დაექვემდებარა დაკავების პროცესში, ის სიტყვიერი შეურაცხყოფა და სხვადასხვა სახის ზეწოლა, რომლის ქვეშაც ის იქნა დაკავებული. და დღევანდელ სხდომაზე ჩვენ სწორედ დავავდით არა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შინაარსთან მიმართებით, არამედ თვითონ ადმინისტრაციული დაკავების კანონიერებაზე. პირველად ქალბატონი მზია სწორედ ადმინისტრაციული წესით დააკავეს. და ერთი ქმედებისთვის გაასამართლეს ორჯერ სხვათა შორის, ხო? არ არსებობდა ადამიანის დაკავება არის უკიდურესი ღონისძიება. დღეს ჩვენ აქ სხდომაზე მოვისმინეთ ძალიან საინტერესო ფრაზები შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების მხრიდან, რომ როდესაც ჩვენი წარმომადგენელი საიას იურისტი ამბობდა, რომ ნებისმიერი დაკავების დროს კონსტიტუციური უფლების ხარჯზე უნდა გაიაროს ამ დაკავებამ, ფაქტობრივად შინაგან საქმეთა სამინისტრო მას უპასუხა, რომ ეს არ ხდება ასე, ეს ხდება ალტერნატიულ რეალობაში. ნამდვილად სამწუხაროდ საქართველოსთან მიმართებით ალტერნატიული გახდა ყველა ის რეალობა, რომელსაც ადამიანები რეალურად სამართლებრივი სახელმწიფოსგან უნდა ელოდნენ. აი რა არგუმენტი მოვისმინეთ ჩვენ და როგორ გაამართლეს შესაძლოა წარმომადგენლებმა ეს დაკავება, რა თქვეს ამის საფუძვლად? ჩვენ არ მოგვისმენია ერთი არგუმენტიც კი, რომელიც რეალურად გაამართლებდა ქალბატონ მზიას ადმინისტრაციული წესით. ჩვენ მოვისმენთ არგუმენტი, რომ ეს სახელი და გვარის თქვა მარტო არ არის საკმარისიო პირის იდენტიფიცირებისთვის და ამიტომაც შეიყვანესო ის პოლიციის დეპარტამენტის შენობაში. იდენტიფიცირება იყო ის ლეგიტიმური მიზანი მათ შეფასებით, რომლის გამოც შეიძლება გამართლებული იყოს ადამიანის დაკავება ადმინისტრაციული წესით. თუმცა ეს ასე არ არის არც ერთი სტანდარტით, სულ რომ შეცნობადი არ ყოფილიყო, რომ ადამიანი, რომელმაც ეს კონკრეტული სტიკერი გააკრა, იყო ქალბატონი მზია ამაღლობელი, ამის პარალელურად იყო არაერთი ალტერნატიული, ნაკლებად უგულავი საშუალება, რომელიც რეალურად კეთილსინდისებრ პოლიციელს, თუ მას მართლაც სურს დაადგინოს, ვინ არის კონკრეტული პირი, მისცემდა საშუალებას, რომ დაედგინათ თუ ვინ იყო ეს კონკრეტული პირი, თანაც იმ ვითარებაში, როდესაც ქალბატონი მზია არც წინააღმდეგობას წევდა, არც არ გამოირჩეოდა არანაირი თქმედებით. იყო ეს ამის სპეციფიკობა არ წარმოუდგენია შუსს, რომ რაღაცა წინააღმდეგობა გაუწია მზია ამაღლობელმა, ხო? თქვა იგივე იდენტიფიცირების დადგენის მიზნით. არ წარმოუდგენია ასეთი არგუმენტები ჩვენ მათგან არ მოგვისმენია, საერთოდ არც კი მოგვისმენია რაიმე კუთხით პროპორციულობის შეფასებას, თითქოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები არა თითქოს არამედ დანამდვილებით ამტკიცებდნენ, რომ ნორმალური არის იდენტიფიცირების მიზნით თურმე ნებისმიერ ადამიანის დაკავება და გადაყვანა. ეს ნორმალური არ არის არც ერთ კონსტიტუციურ რეალობაში. დიდი მადლობა. თქვენ ვსმენთ თამარონიანს, საიას ხელმძღვანელს, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, რომელიც იცავს მზია ამაღლობელის ინტერესებს და ასევე ვსმენთ ინო ხუციშვილს, რომელიც ამ კონკრეტულ საქმეში, რომელიც შეეხება ადმინისტრაციული დაკავების კანონიერებას, სწორედ გამოხატავდა და იცავდა მზია ამაღლობელის ინტერესებს, როგორც სხვა ადვოკატები ასევე იცავენ მზია ამაღლობელის ინტერესებს, მათ შორის გიორგი ხიმშიაშვილი, მარიამ წარიაშვილი, ეს უკვე სისხლის სამართლის საქმეზე და როგორც ცნობილია მზია ამაღლობელის საქმე უკვე არის სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოში უკვე 3 საჩივარი არის მიღებული წარმოებაში, მათ შორის ერთ-ერთ საქმეზე უკვე დასრულებულია საქმის წარმოება, როგორც ჩვენ ახლა გვიყვებოდა ბათუმელების პირდაპირ ეთერში თამარონიანი საიას ხელმძღვანელი და უკვე ველოდებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას. ამ შემთხვევაში საქმე ეხება აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას, რადგან კანონიერად იყო პატიმრობაში მზია ამაღლობელი ვიდრე მის მიმართ განაჩენს გამოიტანდა ბათუმის საქალაქო სასამართლო. კიდევ ერთ საქმეზე, რომელზეც გამოტანილია განაჩენი უკვე და გავლილია ყველა სასამართლო ინსტანცია საქართველოში, ასევე მეოთხე სარჩელი მზადდება, ამ სარჩელს ამზადებს ასევე საია, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და ამ სარჩელის განხილვაც შევა ეს საქმე შევა სტრასბურგის სასამართლოში. მე შეგახსენებთ, რომ ჩვენ ახლა ვიყვებოდით ამბავს ბათუმის საქალაქო სასამართლოდან, აქ რამდენიმე წუთის წინ დასრულდა მზია ამაღლობელის კიდევ ერთი საქმის განხილვა. დღეს მზია ამაღლობელის ეწრებოდა ამ სასამართლოს სხდომას. ამ შემთხვევაში დავის საგანი იყო მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული დაკავების კანონიერება, სწორედ ეს საქმე განიხილა მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ და მიიჩნია, რომ მზია ამაღლობელის დაკავება იყო კანონიერი, თუმცა ამის დამადასტურებელი მტკიცებულება არ წარმოუდგენია შინაგან საქმეთა სამინისტროს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ჰქონდა ვერსია, რომ მზია ამაღლობელის დაკავება უკავშირდება არა სამართალდარღვევას, არამედ უკავშირდებოდა იმას, რომ ის დააკავეს იდენტიფიცირების მიზნით. თუმცა
არ იყო წარმოდგენილი რა მტკიცებულება, სადაც ჩანს რომ რომელიმე პოლიციელმა თქვათ სთხოვა მზიამაღლობას რომ ეთქვა საკუთარი ვინაობა ან მიეწოდებინა პირადობა ან პასპორტი და ამ თქვათ მზიამაღლობას ამაზე უარი ეთქვა. ასე ჩვენ ნახეთ უწყლოდ რეჟიმში გადაღებული კადრები და ეს კადრების ნახვა თქვენ შეგიძლიათ ბათუმელების Facebook გვერდზე ან YouTube გვერდზე ნათლად ჩანს რომ მზიამაღლობა როგორც გააკრავს სტიკერს პროტესტის და სოლიდარობის ნიშნად როგორც ამას თავად განმარტავს პოლიციის დეპარტამენტის შენობის ღობეზე მაშინ მიდის მასთან გრიგოლ ბესელია რომელიც უკვე აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსია და მას აკავებს ამ კადრების ნახვა თქვენ შეგიძლიათ პირდაპირ ნახოთ ბათუმელების გვერდზე დღეს დაუსვეს შეკითხვა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს აი ამ კადრთან დაკავშირებით რას ნიშნავს მაშინ გრიგოლ ბესელიას ქმედება თუ ეს არ არის საკრებო მაშინ რა არის რატომ უქმედებს ამგვარად გრიგოლ ბესელია შინაგან საქმეთა სამინისტროს პრაქტიკულად არ ქონია პასუხი ამ შეკითხვაზე მათ განმარტეს რომ თავისუფლად გადაადგილდებაო მზიამაღლობელი აჭარის პოლიციის შენობის შესასვლელისკენ თუმცა რამენად თავისუფლად გადაადგილდება ეს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის გვერდით როცა ამას მიხავს დეპარტამენტის შენობაში ეს თავად შეგიძლიათ ასევე შეაფასოთ ამაგერ არაერთი მტკიცებულება და არაერთი ფაქტობრივი გარემოება ადასტურებს იმას რომ ეს საქმე არის გაყალბებული და მზიამაღლობელი არის უკანონო პატიმრობაში და მისი ეს უკანონო პატიმრობა სწორედ იწყება ადმინისტრაციული საქმით როცა მზიამაღლობელი ადგილზე მიდის სოლიდარობის ნიშნად რადგან მანამდე დააკავეს ადგილზე საჯარო სივრცეში აჭარის პოლიციის დეპარტამენტის შენობის შესასვლელთან წარწერა იფიცება საქართველოს და ეს არის გამოხატვის თავისუფლება ნებისმიერ ადამიანს აქვს ამის გაკეთების უფლება რომ მან ისარგებლოს კონსტიტუციით გარანტირებული უფლებით და გამოხატოს თავისი მოსაზრება. სწორედ ამ როცა დააკავეს იქ ციალა ქათამიძე, სამოქალაქო აქტივისტი, ამის შემდეგ მზიამაღლობელი აკრავს სოლიდარობის ნიშნად ამ აჭარის პოლიციის დეპარტამენტის შენობის ღობეზე იგივე წარწერას იფიცება საქართველოს და ამის შემდეგ დააკავეს სწორედ მზიამაღლობელი ადმინისტრაციული წესით. იქვე ადგილზე განმარტავს ირაკლი გებუაძე, რომელიც ბათუმის პოლიციის უკვე ყოფილი უფროსია, რომ მზიამაღლობელი დააკავეს 150 მუხლით, რაც გულისხმობს შენობის იერსახის შეცვლას და დამახინჯებას, მაგრამ საგულისხმო ისაა, რომ ეს მუხლი საერთოდ არ თვალისწინებს პირის დაკავებას, ხოლო მზიამაღლობელი დააკავეს, ამიტომაც პირველ რიგში სწორედ ამ ნაწილში დასჭირდათ საქმის გაყალბება პოლიციელებს და მათ თქვეს, რომ მზიამაღლობელი დააკავეს არა შენობის იერსახის შეცვლის გამო, ანუ სტიკერის გაცვლის გამო, არამედ სტიკერის გაკვრის გამო, არამედ იმის გამო, რომ ის აყენებდა თითქოს შეურაცხყოფას პოლიციელებს. ჩვენ დავუსვით შეკითხვები დღესაც ამ საქმის ფალსიფიკაციასთან დაკავშირებით თუ რატომ გააყალბეს ან ვისი დაკვეთით გააყალბეს მზიამაღლობელი საქმე ეს შეკითხვა დავუსვით მარიამ კერესელიძეს ასევე თიალაღაძეს ისინი შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმოადგენდნენ დღევანდელ პროცესზე მაგრამ მათ უკომენტაროდ დატოვეს ბათუმის საქალაქო სასამართლო ასეთ იყო ბათუმელების პირდაპირი ჩართვა ამ დროისთვის ეს სწორედ ჩვენს ვებგვერდებს ბათუმელები.jį და net-gazeti .jį რომ მიიღოთ განახლებული და სანადო ინფორმაცია მადლობა ყურადღებისთვის დროებით